ეს მიღება ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახლა გრძელდება და რაც შეიძლება ითქვას და თვალში შესაძლებელი იყო წლევანდელ მიღებაზე არის ქართული ოცნების წარმომადგენლების სიმცირე. Am მიღებაზე იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, იყო სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, თუმცა ძალიან ცოტა იყვნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. Თუმცა დავიწყოთ ჯერ სიტყვით გამოსვლით, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რომლის სიტყვის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება ითქვას, რომ დაეთმო ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკას. მან ილაპარაკა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის აუცილებელ კომპონენტებზე, ახსენა, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ახსენა, რომ დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის მუდმივი მოცემულობა და ამისთვის ძალიან ბევრი ადამიანი ბევრს აკეთებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც შეეხება საქართველოს კონტექსტს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ახსენა ოცნების, უпростоრად ხელისუფლების ოპონენტების დაპატიმრებული ოპონენტები ხელისუფლების, ასეთი იყო ფორმულირება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიდან, ილაპარაკა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე, რომლებიც ასევე არიან სამიზნე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის და ასევე სხვა რიგითი მოქალაქეები, რომლებიც რადიკალურად არიან გამოცხადებული განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის. ელჩმა ასევე გაიმეორა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის სიტყვები, რომელსაც როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე საელჩო საქართველოში ძალიან ხშირად იყენებს ხოლმე მედიის მხრიდან დასმულ შეკითხვებზე, რომლებიც ეხება ქართული ოცნების ქმედებებს. და ეს ამ პასუხის მთავარი აზრი არის ის, რომ ოპონენტების გაჩუმებით დემოკრატიის მოპოვება შეუძლებელია. Am სიტყვით გამოსვლის დროს იყო ტექნიკური ხარვეზი, ხმა გაეთიშა სიტყვით გამოსვლისას ელჩს, თუმცა მან ეს სიტყვა ემოციურად მიკროფონის გარეშე დაასრულა, რასაც მოჰყვა იქ შეკრებილების მხრიდან ოვაციები. წელს ვიდრე ოდესმე ვცდილობ უფრო ღრმად გავიაზრო დემოკრატიის არსი. ჯერა რომ ისტორიის ეს მომენტი მოითხოვს დემოკრატიის ჩვენი თავისუფლებების და მომავალი თაობებისადმი ჩვენი ვალდებულებების ღრმად გააზრებას. ახლაც ბევრი სხვა ადამიანი იხდის ფას დემოკრატიის დაცვისთვის. დღესაც ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი მოქალაქეები პატიმრობაში არიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის და ასევე არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც რადიკალებად იწოდებიან, რადგან მათი შეხედულებები განსხვავდება ხელისუფლების წარმომადგენლების შეხედულებებისგან. როგორც ჩვენმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით. ასევე ვერ მოიპოვებთ მას თქვენი ძირითადი ამომრჩევლის იგნორირებით, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ის, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. ჩვენთვის, ვინც დემოკრატიის თავისუფლებით ვსარგებლობთ, არასდროს უნდა მივიღოთ ის, როგორც თავისთავადი მოცემულობა. ყოველთვის გავწიოთ ძალისხმევა იმ თავისუფლებების დასაცავად და გასაძლიერებლად, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. ჯონ კენედის სიტყვებით, თავისუფლების ფასი არის მუდმივი სიფხიზლე. ეს იყო ფასი გუშინ, არის დღეს და ასე იქნება მუდამ. დასასრულს მინდა შევეხო იმას, რაც დემოკრატიის სასიცოცხლო ძარღვია, ოპტიმიზმი. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დემოკრატიის მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქ, საქართველოში. რაც შეეხება იმას, ვინ შევნიშნა ჩვენ აქ მიღებაზე. ქართული ოცნების მთავრობიდან ამ მიღებაზე იყვნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, ოცნების შერიგების მინისტრი თეა ახვლედიანი, ასევე გივი მიქანაძე, რომელიც ირაკლი კობახიძემ ახლახან დანიშნა განათლების მინისტრად და მარიამ ხრუიშვილი, რომელიც კობახიძემ ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. ასევე იყვნენ ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის მაგალითად სოსო ფხაკაძე, რომელიც არის ქართული ოცნების ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი. ჩვენ და მათთვის კითხვების დასმა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამერიკის საელჩოში უსაფრთხოების ზომები ძალიან მკაცრად კონტროლდება, ამიტომ მათთან მიახლოების საშუალება ჩვენ რა ჰქონდა, შორიდან ვცადეთ ამ კითხვების დასმა, რატომ არ იყო მაგალითად კობახიძე ან ქართული ოცნების მთავრობის სხვა წარმომადგენლები ამ მიღებაზე, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. ირაკლი კობახიძე რატომ არ იყო ქალბატონო თეა დღევანდელ ღონისძიებაზე? პრემიერ-მინისტრი რატომ არ იყო?
ეს იყო ბოლო მიღება რობინ დანიგანის ელჩობის პირობებში. ის ვადაზე ადრე ცოტა ხნის წინ გადადგა და აპირებს სამშობლოში დაბრუნებას. ცოტა ხანში ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.